გრანდიოზული ბიზნეს დაჯილდოება, რომელსაც ლიდერ ქალთა საზოგადოება ატარებს, წელს უკვე მეორედ ბათუმში 31 ივლისს გაიმართება. გაიცანით ლიდერ ქალთა საზოგადოების ბიზნეს დაჯილდოების საუკეთესო ლიდერი ქალი ჟიურის წევრები. დაჯილდოების მთავარი მიზანია წაახალისოს ის ბიზნესმენი ქალბატონები, რომლებიც განვითარებას არ წყვეტენ და მუდმივად ცდილობენ რაღაც ახალი, საინტერესო და გამოსადეგი შესთავაზონ მომხმარებელს. დაჯილდოება საუკეთესო ლიდერი ქალი ჟიურის წევრებმა პროექტზე, მის მნიშვნელობასა და შეფასების კრიტერიუმებზე ისაუბრეს. მადლობა მოწვეულ ჟიურის წევრებს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისათვის. იყო ფინალური შეხვედრა ბათუმში გრანდიოზული დაჯილდოების წინ. ყოველთვის საინტერესოა აზრთა სხვადასხვაობა, ყოველთვის საინტერესოა გავუზიაროთ ერთმანეთს, რა იყო, რა იქნება, როგორ იქნება ის ღონისძიება, რომელიც ბათუმში, შერატონში ჩატარდება და ფიქრობ, რომ ასე მომზადებულები, გალაღებულები, საქმიანები შევხვდებით მზიან აჭარას. მოგესალმებით. დღეს ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა ლიდერ ქალთა ორგანიზაციის ორგანიზებით. ვემზადებით, როგორც იცით, ბათუმის არაჩვეულებრივი დაჯილდოების ღონისძიებისთვის. შევიკრიბეთ როგორც მონაწილეები, ნომინანტები, ჟიურის წევრები და გეგმავთ, რომ ეს დღე იყოს დაუვიწყარი თითოეული ქალბატონისთვის და ვფიქრობ, რომ ესეთი მხარდაჭერა დღეს ძალიან ჭირდებათ განსაკუთრებულად წარმატებულ ადამიანებს, რადგან ვიცით აღიარება და ამ ყველაფრის უფრო ლამაზად აღნიშნა თითოეული ჩვენგანისგან იქნება უფრო ღირებული ვიდრე იყო დღემდე. ასე რომ ლიდერ ქალთა საზოგადოებას ძალიან დიდ წარმატებებს უსურვებ და ვიცი, რომ ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი შემოემატება ამ გუნდს. ესე იგი სასიამოვნო დღე იყო. შევხვდით ასოციაცია ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრებს. ვისაუბრეთ საომავლო გეგმებზე. გავიცადეთ ნომინანტები და ძალიან სასიამოვნო საღამო იყო. ვფიქრობ, რომ დღევანდელი ჩვენი შეხვედრა 31-ში ღონისძიებაზე, რომელიც ბათუმში მოეწყობა შემდგომი ჯგუფის დაჯილდოების წინ იყო აუცილებელი, იმიტომ რომ მომავალი ნომინანტები გავეცანით მათ ბიოგრაფიას და გავაკეთეთ არჩევანი. ჩვენ ჟიურის ერთ-ერთი წარმომადგენლები გახლავართ და ძალიან მიხარია, რომ კიდევ და კიდევ უკეთესი და საუკეთესო ლიდერი ქალბატონები ემატება ამ საზოგადოებას და მე ვფიქრობ, რომ მათ ისეთი კარგი ხელმძღვანელები ყავდა, თვითონ ისეთი კარგი ლიდერები არიან თავიანთი საქმის, რომ სამომავლოდ ამ ორგანიზაციას ძალიან დიდი მომავალი ელის და არა მარტო საქართველოში, მე მგონი საზღვრებსაც გავალთ და სხვა ქვეყანაშიდაც მოხდება ჩვენი შეხვედრები და უფრო წარმატებული და უფრო წინწასული საქმე იქნება. მე ამას ვიმედოვნებ, მოხარული ვარ და კიდევ ერთხელ თქვენი საშუალებით წარმატებებს უსურვებ ჩვენ მომავალ ლიდერ ქალბატონებს და კიდევ ვიმედოვნებ, რომ უფრო აწი კიდევ უფრო ბევრს და კარგ საქმებს ჩვენი საქმიანობით კიდევ ერთხელ ვიტყვით ჩვენ საფრთხე. მოგესალმებით, დაგეგმილი აღონისძიება აჭარის დედაქალაქ ბათუმში, სადაც უნდა მოხდეს დაჯილდოება წარმატებული ქალბატონების. დღეს ჟიური ვისაუბრა ყველა ნომინანტის შესარჩევ ეტაპზე, განიხილეს თითოეული კანდიდატურა, რასაკვირველია ასევე საშუალება ქონა ჟიურის მოესმინა თითოეული კანდიდატურის წარმოჩინება, მათი გეგმები, მათი მიზნები, რამ გამოიწვია, რით მიაღწიეს მათ ეს პოპულარულობა და მათი წარმატება რაში მდგომარეობს. შესაბამისად, ყველა ნომინანტს უსურვებთ წარმატებას, თავიანთი სფეროებში კიდევ უფრო მეტი წარმატების მიღწევას, სიძლიერეს, მშვიდობას. ვიკრიბეთ ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრები, რადგან შევარჩიოთ საუკეთესო ლიდერი ქალბატონი, რომელიც შევაწლის ნომინანტებში. და ღონისძიება ჩატარდება ბათუმში 31 ივლისს და ველოდებით საუკეთესოს დასაწყისს.